დონალდ ტრამპი საბოლოოდ პირდაპირ მიმართა ჩინეთს ირანთან ომის დასრულებაში დახმარებისთვის. თუ კვლავ გააგრძელებს იმის წარმოდგენას, რომ თავად შეუძლია ამ საკითხის გადაწყვეტა და როგორ შეუძლია ჩინეთს დაეხმაროს დონალდ ტრამპს ამ საკითხში. ეს არის დღევანდელი დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა. რადგან მაშინ როცა ყველა ვაჭრობასა და ტაივანს განიხილავს, დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის სამიტის რეალური ფსონი ირანია. და სწორედ აქ აქვს პეკინს მაქსიმალური ზემოქმედების ბერკეტი ვაშინგტონზე. და სი ძინპინი აუცილებლად გამოიყენებს მას დანარჩენ საკითხებში. ამ გამოშვებაში განვიხილავთ, როგორ შეუძლია ჩინეთს დაეხმაროს დონალდ ტრამპს ირანთან ომის დასრულებაში და რას მოითხოვს სანაცვლოდ. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი, დაალაიქოთ გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ეს ძალიან ეხმარება კონტენტის პოპულარიზაციას YouTube-ზე. და ამისთვის მადლობელი ვიქნები. ასევე გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი, ბმული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მოდით დავიწყოთ ყველაზე მწვავე კითხვით. ნავთობი. ბრენდის ნავთობის ფიუჩერსები მოძრაობს $110-ისკენ ბარელზე. ჰორმუზის სრუტეში ჩვეულებრივ გადის მსოფლიო ნავთობისა და გაზის მიწოდების, დაახლოებით 20%. მაგრამ ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ სრუტე დაბლოკილია ან მუშაობს შეზღუდვებით. დაახლოებით 1600 გემი ახლა ბიგში დგას. ეს ნიშნავს ნავთობის ფასების მუდმივად მაღალ დონეს. და ეს უკვე ყველას აზიანებს, აშშ-ს, ევროპას და აზიას, მათ შორის ჩინეთსაც. და სწორედ აქ იწყება მთავარი ისტორია. ჩინეთი ირანის ნავთობის უმსხვილესი მომხმარებელია. კონფლიქტის დაწყებამდე ჰორმუზის სრუტით გადიოდა მსოფლიო ნავთობისა და გაზის დაახლოებით 20%. ამ მიწოდებების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ჩინეთში მიდიოდა. წინა კვირას პეკინმა მიიღო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაქჩი. Wang Yi, ჩინეთის მთავარმა დიპლომატმა, დაადასტურა სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის და ამავე დროს თეირანს დიპლომატიური მოგვარებისკენ მოუწოდა. ეს ჩინეთისთვის დამახასიათებელი პოზიცია. ირანს ეუბნები დამშვიდდი, მაგრამ ურთიერთობას არ წყვეტ და მისგან ნავთობს აგრძელებ ყიდვას. ტრამპმა პეკინში გამგზავრებამდე შემდეგი სიტყვები თქვა, ციტატა: არ ვფიქრობ, რომ ირანთან დაკავშირებით რაიმე დახმარება გვჭირდება. ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ, შვიდობიანი გზით თუ სხვა საშუალებით. შემდეგ დაამატა, რომ პეკინში ირანზე გრძელი საუბარი ექნებათ. ციტატა: ანუ ფორმალურად უარყოფს დახმარების საჭიროებას და მაშინვე მიდის პეკინში დახმარების სათხოვნელად. ეს სინამდვილეში ცნობილი დიპლომატიური ხერხია. არასდროს აღიარო, რომ დახმარების სათხოვნელად მიხვედი. ამიტომ სინამდვილეში აქ არანაირი წინააღმდეგობა არ არის. მაგრამ მოდით განვიხილოთ რეალურად რას შეძლებს ჩინეთი. როგორ შეუძლია მას დაეხმაროს დონალდ ტრამპს ირანთან ომის დასრულებაში. ზოგიერთი ოფიციალური პირი აშშ-ში ფიქრობს, რომ ტრამპი მიდის შეხვედრაზე, სადაც სი ძინპინი მაინც კოზირები უჭირავს ხელში. მას ეს კარტები აქვს. პეკინის კონკრეტული ბერკეტებია შემდეგი. პირველი, ირანის ნავთობის შესყიდვების შეწყვეტა ან შემცირება, რაც თეირანს კრიტიკული შემოსავლის წყაროს დააგარგვინებს. შეუძლია თუ არა ეს ჩინეთს? ადვილად. იმიტომ რომ ჩინეთს აქვს ისეთი სტრატეგიული ნავთობის მარაგი, რომელიც მინიმუმ ნახევარი წლის განმავლობაში სრულად უზრუნველყოფს ქვეყანას იმპორტის გარეშე. ანუ ისინი ამაზე წინასწარ იყვნენ მზად. მეორე, პირდაპირი ზეწოლა მოახდინონ ირანის ხელმძღვანელობაზე დიპლომატიური არხებით. შეუძლიათ? შეუძლიათ. მესამე, გახდნენ შუამავალი მოლაპარაკებებში და ორივე მხარეს მისცენ შესაძლებლობა შეინარჩუნონ სახე. და ვაშინგტონში უკვე მოუწოდეს სხვათა შორის პაკისტანისგან გათავისუფლებას, როგორც ირანთან მოლაპარაკებების შუამავლისგან, იმიტომ რომ ის საკმაოდ ეშმაკურ თამაშს თამაშობს. ერთი მხრივ პაკისტანი თითქოს ომის დასრულების მომხრეა, ხოლო მეორე მხრივ ამერიკელების ზურგს უკან მათ უკვე მოილაპარაკეს ირანთან კატარიდან გათხევადებული ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე. მაგრამ ობიექტურად ჩინეთი არ არის ვალდებული, რომ ყველაფერი ეს გააკეთოს და ეს არც მის ინტერესებშია და ის ამას არ გააკეთებს. ყოველ შემთხვევაში უფასოდ მაინც არა. ამიტომ აქ კითხვა ჩნდება, რას მოითხოვს პეკინი სამაცვლოდ? პირველი და ყველაზე მტკივნეული. ვაშინგტონისთვის ეს არის ტაივანი. ვაშინგტონში შიშობენ, რომ ტრამპი შეიძლება გააკეთოს რაიმე კომენტარი ან დათანხმდეს ენის შეცვლა სტატუს-კვოს შესახებ, რაც ახლა რეალისტურია. თუნდაც ოდნავი, ორაზროვანი შერბილება ტაივანის მიმართ რიტორიკაში, ეს არის უზარმაზარი დათმობა. ორი კვირის წინ ბლუმბერგი წერდა, რომ ტაივანს ეშინია, რომ ტრამპისა და სის სამიტის დრის წესრიგში აღმოჩნდება.
ტაიბეი ნამდვილად შეშფოთებულია, რომ ტრამპმა შეიძლება რაღაცა დაფირდეს სი ძინპინს ირანთან დახმარების სანაცვლოდ. პეკინის მეორე მოთხოვნა შეერთებული შტატებიდან ნახევარგამტარების ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნა ან შემსუბუქება. ეს იგივე ჩიპების ისტორია. პეკინი ცდილობს შეარბილოს ამერიკული შეზღუდვები მიკროსქემების წარმოებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობისა და მოწინავე ნახევარგამტარების ექსპორტზე. ჩინეთისთვის ეს ეგზისტენციალური საკითხია. ეს ტექნოლოგიური სუვერენიტეტია. თუ აშშ-ში მაინც ნაწილობრივ მოხსნის შეზღუდვებს, პეკინი მიიღებს სტრატეგიას. ტექნოლოგიური უპირატესობა ხელოვნური ინტელექტისა და ნახევარგამტარების დომინირების რბომოლაში. მესამე, იშვიათმიწა ლითონები. ჩინეთს შეუძლია გამოიყენოს იშვიათმიწა ლითონების მიწოდებაზე კონტროლი ტრამპის წინააღმდეგ. პეკინი აკონტროლებს მსოფლიოში იშვიათმიწა ლითონების მოპოვებისა და გადამუშავების დაახლოებით 80%-ს. მათ გარეშე შეუძლებელია ელექტრომობილების, სამხედრო ტექნიკის, ჩიპების და სხვა მრავალი პროდუქციის წარმოება. ჩინეთის მიერ უკვე დაწესებულმა ექსპორტის შეზღუდვებმა ამ იშვიათმიწა ლითონებზე ზიანი მიაყენა გლობალურ ავტომწარმოებლებს. ეს არის ის ბარათი, ის კოზირი, რომელსაც პეკინი ან გამოიყენებს, ან უკან წაიღებს, მაგრამ დათმოვების სანაცვლოდ. და აქ ყველაზე საინტერესო იწყება. ჩინეთი იზიარებს ვაშინგტონის ინტერესს სტაბილურობის მიმართ ჰორმუზის სრუტეში, მაგრამ ვერ შეძლებს დათმობებზე წასვლას, რაც დააზიანებს მის პარტნიორობას თეირანთან, ან შექმნის რეპუტაციულ რისკებს შუამავლობის რომელიმე მცდელობის ჩავარდნის შემთხვევაში. ჩინეთი ვერ შეძლებს ირანის საჯაროდ გაწირვას. ეს დაანგრევს მის პოზიციას როგორც სანდო პარტნიორის არადასავლური სამყაროსთვის. მაქსიმუმი, რაც რეალისტურად შეიძლება, ჩემი აზრით, არის ასეთი ჩუმი დიპლომატია. პეკინი შეიძლება რბილად უბიძგოს თეირანს უფრო მოქნილი მოლაპარაკებების პოზიციისკენ, ამის საჯაროდ გამოცხადების გარეშე. და ამისთვის რაღაცას ფარულად მიიღებს დონალდ ტრამპისგანაც. ანუ ეს არის კულუარული დიპლომატია. საბოლოოდ, როგორც მე მგონია, შემდეგი სურათი იკვეთება. დონალდ ტრამპი პეკინში სუსტი პოზიციიდან მიდის. ირანთან ომი ჩიხში შევიდა. ზავი, როგორც თავად ტრამპმა განაცხადა, ძლივს უნთქავს. ნავთობის ფასი $100-ზე მეტია. რეიტინგი ეცემა. სი ძინპინი მას ძალის პოზიციიდან იღებს. ეკონომიკა ასე თუ ისე სტაბილურია. ირანთან ურთიერთობები მტკიცეა. იშვიათი მიწის მეტალები კონტროლის ქვეშაა. და რაც თავარია, წინ ვლადიმირ პუტინის ვიზიტია პეკინში. უკვე მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი გაფრინდება. აი ეს ვიზიტების თანმიმდევრობა, ჯერ ტრამპი, მერე პუტინი, თავისთავად ძალიან მრავლისმტკელია. პეკინი ერთდროულად ესაუბრება ორივე მხარეს. და ორივეს უფრო სჭირდება ის, ვიდრე მას სჭირდება ისინი. ამიტომ ერთადერთი რაც შეიძლება გაამართლოს, არის ის, თუ ტრამპი სი ძინპინს რაიმე რეალურად მნიშვნელოვანი შესთავაზებს. მაგალითად, ჩიპებზე შეზღუდვების ნაწილობრივი გაპინვა ან გაუქმება. სერიოზული სიგნალი ტაივანთან დაკავშირებით, მასშტაბური სავაჭრო შეთანხმება და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევაში ჩინეთი შესაძლოა ხას უსვამ ჩუმად ზეწოლას მოახდენს ირანზე. მაგრამ ეს გარიგება თუ კი საერთოდ შედგება, არასოდეს გახდება საჯაროდ ცნობილი. ამას ჩვენ ვერ გავიგებთ. ამის შესახებ შედეგებით გავიგებთ. ან ირანი რამდენიმე კვირაში პოზიციას შეარბილებს, ან არა. ეს იქნება პასუხი კითხვაზე, რაზე შეთანხმდნენ რეალურად დონალდ ტრამპი და სი ძინპინი დახურულ კარს მიღმა. აქ დროებით მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ ვიდეოს ქვეშ. სანამ სუბტიტრებს დავამთავრებ, დაალაიქეთ. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ფინანსურად ნებისმიერი დონატის ან ფასიანი სპონსორული გამოტერის საშუალებით, ბმულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით. მადლობელი ვიქნები თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობი.